მოგთავაზებ თერაპიულ იგავს, რომელსაც ქვია სახელად მიზანი. მშვიდლოსნობის ოსტატი ბევრ მოსწავლეს ასწავლითა. მან ხეზე ჩამოკიდა სამიზნე და ჰკითხა მოწაფეებს თუ რას ხედავდნენ ისინი. მე ვხედავ ხეს და მასზე არსებულ სამიზნეს, უპასუხა ერთმა მოწაფემ. მე ვხედავ ხეს, ფოთლებს, მზეს, ჩიტებს, ცაში რომ დაფრინავენ, თქვა მეორემ. დანარჩენებმაც დაახლოებით მსგავსად უპასუხეს. ამის შემდეგ ოსტატი მიუახლოვდა თავის საუკეთესო მოსწავლეს და ჰკითხა: შენ რას ხედავ? მე არაფრის დანახვა არ შემიძლია სამიზნეს გარდა, იყო პასუხი. ოსტატი მოუბრუნდა სხვებს და თქვა: მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მიზანში ზუსტად მოხვედრას. ეს იგავით საინტერესოა, აქ აქცენტია გაკეთებული იმაზე, თუ რამდენად კონცენტრირებული ხარ შენს მიზანზე, როცა გაფანტულია გონება და ყურადღება და ბევრ რამე იპყრობს შენს, ასე ვთქვათ, ყურადღებას, მაშინ ძნელია კონცენტრირდე ერთ რამეზე გამორჩეულად. ეს იგავი გვასწავლის იმას, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა და ყურადღების კონცენტრირებაა საჭირო სწორედ იმაზე, რაც არის შენი მიზანი. ალბათ მთელი ენერგია უნდა ჩაიდოს იმაში, ისი მიღწევაც გინდა. საინტერესო თემაზეა ამ იგავში აქცენტი გაკეთებული. ფიქრობ სასარგებლოა და თუ მოგეწონათ იგავი, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი